რამდენად მიზნობრივად გაიხარჯა 2013 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხები. ოპოზიციას გამგებელთან კითხვები აქვს და საკითხის გასარკვევად სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს. 17 მომხრე და 1 წინააღმდეგი. დეპუტატებმა ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დაამტკიცეს. ხმაურიანის ხდომის შესახებ ზია მართალიშვილი გიამბობთ. მე მაინტერესებს და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ თქვენ დაასაქმეთ თქვენი აქტივისტები და დაასაქმეთ არა, გადაუხადეთ თქვენ აქტივისტებს აღნიშნული თანხები. 200 ლარი და 600 ლარი. თქვენ თუ სხვანაირად ვიქნოთ, მაშინ შევქმნათ კომისიის შექმნას ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნუგზარ ბოლქვაძე სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლისთვის ითხოვს. ფონდიდან გასულ წელს 85,000 ლარამდე დაიხარჯა. თანხის დიდი ნაწილი კი 83,000 ლარი სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდა. ჩამონათვალში მოხვდა მოქალაქეებისთვის გაწეული ერთჯერადი ფინანსური დახმარება და მკურნალობის ხარჯები. სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდება ბუნებრივი კატაკლიზმებისა და სტიქიური უბედურებების შემთხვევაში ან ტრაგიკული შემთხვევების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში სოციალური დახმარების პროგრამა სარეზერვო ფონდიდან არ უნდა იკარგებოდეს და ან უნდა იკარგებოდეს და ეს იწვევდა საფუძვლიან ერთს. ამისათვის გქონდა ჩვენ ხელვაჩაურის ბიუჯეტს ან 2013 წელს შეეძლოთ დღევანდელ ხელისუფლებას გამოეტანა კანონპროექტი, რომელიც პროექტშიც იქნებოდა სოციალური დახმარების ერთჯერადი პროგრამა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ თანხების სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად მიზნობრივად გაიხარჯა და კანონი არ დარღვეულა. სარეზერვო ფონდი წარმოადგენს იმ ფონდს, რომლის საშუალებიდან ჩვენ მაქსიმალურ დახმარებას ვუწევთ ჩვენ მოსახლეობას, განსაკუთრებით სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების მთავარ მიზანს წარმოადგენს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ასე ვთქვათ ცხოვრების დონის ამაღლებას და ხელშეწყობას. ყველა დოკუმენტაცია ფისკალურია, გამჭვირვალეა, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს ნახოს და გაეცნოს. ხმაურის საკრებულოს ხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოყვა. გასული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 12 მილიონ ლარზე მეტი იყო. აქედან სხვადასხვა პროექტზე 10 მილიონი დაიხარჯა. ეკონომია ციტრუსის რეალიზების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხების აუთვისებლობამ გამოიწვია. 31 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გადმოეცა 3,150,000 ლარი ციტრუსის ნაყოფის რეალიზაციის ხელშეწყობისათვის. ხოლო აღნიშნული ნაწილი შემოსავლების ნაწილში დადებითად აისახა გადაჭრილობა არის, ხოლო ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება ხარჯვით ნაწილში აღნიშნული თანხა არ არის შესრულებული და ამიტომ არის ეკონომიკურ დარგობრივად 71% აღნიშნული, ანუ 3,150,000 ლარი არ არის ათვისებული, რომელიც 2014 წლის ბიუჯეტში იყო გადმოცემული და ათვისებული უნდა იქნას 2014-ში. ეს იყო ძირითადად აუთვისებულის ნაწილში, რაც ძირითადად პრეტენზია გამოთქვა დეპუტატებმა. ბიუჯეტის ხარჯვას ხდომაზე მყოფი 18 დეპუტატიდან 17-მა დადებითად შეაფასა და კენჭისყრისაც პროექტს მხარი დაუჭირა.